არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, საჭიროებები და პერსპექტივები ამ სახელწოდებით ღია დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორი დასავლეთ საქართველოში EWMI-ის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია ათინათია გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა სამეგრელოს რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრის მიზანი მედიასა და NGO-ებს შორის ურთიერთობის ანალიზი და ამ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ეფექტური გზების მოძიება იყო. დღეს ასოციაცია ათინათმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა და მასმედიის შეხვედრა. ეს შეხვედრა გაიმართა პროგრამის ჯიპაკის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი და ასოციაცია ათინათი არის ამ ორგანიზაციის პარტნიორი დასავლეთ საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი იყო რეგიონის არასამთავრობო სექტორის ნაკლებად ცნობადობაზე. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ NGO-ების აქტიური მუშაობის მიუხედავად მათი ცნობადობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ამის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა დასახელდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობადობა საზოგადოებაში არის საკმაოდ დაბალი და ცხადია, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ეს საკმაოდ აღელვათ. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ დღეს ერთად დაგვესვა მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განვიხილოთ ის მიზეზები, რატომ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობა დაბალი საზოგადოებაში და ერთად დაგვესახა მომავლის გზები, ურთიერთთანამშრომლობის გზები. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესოა NGO სექტორსა და მასმედიის ურთიერთობაზე. ეს საკითხი ძალიან პრობლემურია მთლიანად ქვეყანაში, ვინაიდან არასამთავრობო სექტორის ცნობადობა ძალიან დაბალია მოსახლეობაში, მიუხედავად მათი აქტიური საქმიანობისა. ალბათ ეს დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან და მათ შორის ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული, რომლის გავრცელებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მასმედია. მე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს მათ შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომ მოსახლეობისთვისაც უფრო ნათელი და მყარი იყოს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების, მათი დანიშნულების და მუშაობის და მოქმედების პროგრამები, რომ ნათელი იყოს ხალხისთვის. უფრო მეტი თანამშრომლობა მართებთ მათ მედიასთან, ტელევიზიასთან, გაზეთებთან, რადიოსთან და ასე შემდეგ. აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე შეხვედრები დემოკრატიულ ცენტრში ინტენსიურად იგეგმება. ღია დისკუსია მედიასა და არასამთავრობო სექტორს შორის 1 საათი გაგრძელდა.